მივესალმები ყველას, ვინც ახლა შოუ ბიზნესური სიახლეების მოსასმენად არის განწყობილი. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მოკლედ, მოდით ერთად ვნახოთ თუ რა მოხდა საინტერესო დღეს შოუ ბიზნესში. ჯაზის სახრი ნინო იოსელიანმა პრესლანჩი გამართა. ნინო ფეშენ პარტის მოწყობას აპირებს. ამგვარი პროექტი მას უკვე ჰქონდა ახალი წლის ღამეს. 2 მაისს ჯაზის სახლში ჩატარდება ექსკლუზიური აფრიკული ფეშენ პარტი. ეს არის ერთობლივი პროექტი ფეშენდიისთან ერთად. ექნება ჩვენება. წამყვანი დიზაინერების როგორიც არიან ართოს ხვიტინიძე, ლარსა ჯანაშია, ჰამუნა იგოროპასად არის და სალომი მიმა. მე დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ ჩვენებაში, იმიტომ რომ მიმაჩნია ჩემი მონაწილეობით და სხვა დიზაინერის მონაწილეობით საკმაოდ კარგი და დიდი საქმე კეთდება საქართველოში და ძალიან მიხარია. შოუში მონაწილეობას სააგენტო ნატალის გოგონებიც მიიღებენ. ჩვენება ორიგინალური იქნება იმითაც, რომ აქ შეგეძლებათ შამანების ნახვა, რომლებიც ცეცხლისგან აფრიკულ გარემოს შექმნიან. პარტიზე მოეწყობა კონკურსები და ბევრი პრიზიც გათამაშდება. საღამოს გაშუქება Fashion TV-ს არხზეა დაგეგმილი. ეს ღონისძიება როგორც გაირკვა ლადო ბურდულის გარეშე ჩატარდება, რომელიც როგორც თავად ამბობს, Fashion TV-ს ოფიციალური წარმომადგენელია. ლადო ბურდული ოფიციალური წარმომადგენელი არ არის, მე მინდა. არ აქვს ოფიციალური დოკუმენტი და არანაირად არ არის და ეხლა თუ რაღაცას იგრალებს, ეს არის. არ ნაშევარდაკმო. იმიტომ რომ ეს თქმა კონტრაქტი ამ Fashion პარტის და ეს ყველაფერი კონტრაქტის მიხედვითაა გაკეთებული. ახლა Fashion Party არის და Fashion TV-სთან ერთად ვაკეთებთ. ჩამოგვიდის საფრანგეთიდან F ლოგოები, სტატუებია, რომელიც ყველა მოსულ სტუმარს უკეთდება და Fashion TV-ს მაისურები. აგრეთვე ვაწყობთ modeling contest, რასაც ქვია, ესე იგი 10 მოდელ გოგოს დაურიგდება FTV-ს მაისური, შემდეგ მაგათ მიეცემათ 10 წუთი რომ რაღაც დიზაინი გაუკეთონ ამ მაისურს და ყველაზე აი ესეთი სტრანი დიზაინი, რომელიც იქნება, ის გოგო გახდება მის Fashion TV-ს საღამოსი და გადაეცემათ Oriflame-დან პრიზი, რასაც ქვია. და დიდი სიურპრიზები კიდე გათამაშებები და ასე შემდეგ. საქართველოში ფეხბურთი და ეროვნული გზნობა გაიგივებულია. ლოკომოტივის სტადიონზე ქართველი მაყურებლის დასწრების აკრძალვამ ეტყობა ქართველი მომღერლები ჩიაშბოთა. აი კუარდს აი გაიკარგებით. ახლა მომდაზე რა უნდა გავიკარგეთ. უნდა ჯობია რა. აი დაუშვათ. გია, აქ ხوار აქ ჯობია? დააჭირე გაიგებოდა, შუაში დაიგებოდა. მე მგონი რომ ეს ხალხის იქ მუსიკა რომც არ იყოს. მაინც გაამხრებს. გეგე როცა ხე გვერდში იცი რომ გიდგას კაცი, შეიძლება ბოლომდე ვერ მოდის ახლოს, მაგრამ იცი რა ეს ამას ხო გძნობ. ეს აუცილებელი. მე მგონი ეს ბუნებრივადაც მოხდებოდა აი ამ კონფერენციების და იმის გარეშე, მაგრამ ესე ალბათ უფრო ორგანიზებული იქნებოდა რაღაც. ერთია რომ თავარია რაღაც მაქსიმალურად ნაყინები და ისინი არ დავყაროთ რა რო წავალთ. გადმოდი მოინდა, გადმოდი. ეს უსწრები. გვერდზე ზუსტად სტადიონის გვერდზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ღიაცის ქვეშ, მაგათ გასამხნევებლად მოდის ყველა და მე მგონი შედეგს გამოიღებს აუცილებლად რა. თან რაღაც ძალიან გადამწყვეტი თამაშია ყველასთვის ჩვენთვის, იმიტომ რომ ჯერ ესეთი არის თამაში რუსებთან და მეორეს ერთი იცით თქვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ საერთოდ ფეხბურთში ამ ნაკრებთან და რა ვიცი მე მგონი შედეგი აუცილებლად უნდა გამოიღოს. ეს არის თბილისის საკრებულოს ინიციატივით არის ეს ღონისძიება. როგორც მოგეხსენებათ, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, მაყურებელს არ უშვებენ სტადიონზე და ჩვენ მივიღეთ გააწყვეტილება, რომ იმისთვის რომ მაყურებელმა იხილოს პირდაპირ ეთერში თან ასევე გულშემატკივრის ხარდაჭერა იგრძნონ ფეხბურთელებმა 30-ში ლოკომოტივის სტადიონსა და ვაკის პარკის შორის ტერიტორიაზე მოეწყობა აქცია, თავიდან 7:30-ზე იწყება, ეს იქნება ხელოვანთა აქცია და შემდეგ პირდაპირ ეთერში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება უყუროს ამ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას და ხარი დაუჭიროს ჩვენს გუნდს. მერა ბურთი არის. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვართ გულშემატკივრები. ტკივაგული ხო და ნუ რა ვიცი, ყველანაირად მხარში უდგევართ
ჩვენ ფეხბურთელებს. ძალიან მინდა რომ ეს რაღაცა ფეხბურთი არის რაღაც ისეთი რაღაც რომელსაც ყველა ქართველ ადამიანს შეესწია გული და ამიტომ ძალიან მინდა რომ ეს ამ მატჩმა გაამართლოს ამ გულშემატკივრების იმედები. ანუ ჩვენმა ბიჭებმა მოიგონ რაღაც ისეთი შედეგი დაამთავრონ რომ ყველა კმაყოფილი წავიდეს და ამისთვის რომ მაგათმა მოიგონ საჭიროა რომ ხალხმა უგულშემატკივროს ანუ მოვიდნენ აქ ამ ლოკომოტივის ტერიტორიაზე მიმდებარე ანუ გარეთ ტერიტორიაზე და ესე უგულშემატკივროთ როგორც ჩვენ ისე თქვენც ასე რომ მოგიწოდეთ მობრძანდით. მოდი რა შეიძლება. ნიას მოდი რეალ მადრიდი ბიჭო საწაფეთში. მაკა ასათიანის კაფეში არაორდინალური პრესკონფერენცია მოეწყო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მისი ორგანიზატორი ვანიკო თარხნიშვილი იყო. პრესკონფერენციაზე მოსკოვის Fashion Week და კიევის მოდის ფესტივალი განიხილეს. დღევანდელი პრესკონფერენცია ძალიან კაი თემებს და საინტერესო ლამაზ და fashion თემებს შეეხება. პირველი არის Russian Fashion Week, ანუ მოსკოვში ვიყავით. ყველაზე მაგარია რაც ბევრი კაი ამბავი იყო მოსკოვში. სუპერ ამბავი, მაგრამ მე პირადად ყველაზე მაგრა მომეწონა ისედია რომ ჩვენებაზე იყო სუპერ ჩეჩო. 600 კაცი წარმოიდგინეთ მერიოტის ბოლრუმის ტერიტორიაზე. იყო სუპერ ჩეჩო და აი ამ ისტორიას მინახავდა. იქ იყო ძალიან დიდი ინტერესი იყო მაკა ასათიანის კოლექციისადმი, რაც გამოიხატა იმაში, რომ 600 კაცი დაესწრო, 600 სტუმარი დაესწრო ჩვენ ჩვენებასაც სრული რეკორდული იყო და თვითონ ორგანიზატორი იყო ძალიან კმაყოფილი ამ ამბით და არანაკლები წარმატება ხვდათ აგრეთვე სააგენტო ნატალის გოგოებს. ჩვენ გვაქვს სამი თემა დღეს. პირველი თემა არის Russian Fashion Week, მოსკოვის, ანუ რუსეთის მოდის კვირეულის და კომპანია მაკა ასათიანის მონაწილეობა ეკონომიკას. მეორე თემა არის კომპანია მაკა ასათიანის მონაწილეობა მოდის ფესტივალზე კიევსკი პოდიუმ კიევში და მანდ იყო კიდე ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი ის რომ მაკა ჩვეულებრივი დიზაინერის გარდა იქ მიწვეული იყო აგრეთვე სპეციალური სტუმრის სტატუსით, ალონა ახმადულინასთან, ვალენტინ მუდაშკინთან, სანდრა სტრაუკაიტესთან და ოლეგ ბირიკოვთან ერთად. და ეს კიევის ღონისძიება უფრო იმით იყო საინტერესო, რომ ფესტივალი და არა fashion week, ძირითადად თავს იყრიდნენ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, სხვადასხვა კვირეულების და ასე შემდეგ. და მესამე თემა არის, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარული. ვითომ სურპრიზია ბოლოში, ვითომ ოფერტა ის აზრი და ის იდეა დაიბადა, რომ ჩამოყალიბდეს აღმოსავლეთ ევროპის Fashion Week-ი, მოდის კვირეული, რომელიც 20 ქვეყანას გაერთიანებს და საგულისხმოა ისიც, რომ კომპანია მაკა ასათიანი არის თანაორგანიზატორი ამ კვირეულის პროექტის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გადავარჩენთ სადიზაინერო ხაზის გარდა პრომოუტერული და ღონისძიების მენეჯმენტის ხაზი. და დიდი არის იმის შესაძლებლობაც, რომ ეს Fashion Week-ი გაიმართოს თბილისში. ძალიან ბევრი პირობა არის ხელსაყრელი ამ ყველაფრისთვის და არ ვიცი, მაისის დასაწყისში უკვე ვიწყებთ ამაზე მუშაობას. სკამზებზე ვარ, ჩავარდნილს კარ. წევარ უფესო. აი ეს ეკეთება ეს განაგვარი. ცხვირის ფორმაზე უნდა მოეყოს. რეზინის ხელთათმადების უნდა, მაგრამ ავტოში არ არის რეზინის ხელთათმადები. კიდე იყო მან წამლები, ნივრები გამოცხადებული. პრობლემა არის, რომ ეპიდემია რო ჩავედით, ეს მერიის კულტურის სამსახურში პრესკონფერენცია ჩატარდა. საქართველოში 10-დან 17 წლამდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ეწყობა. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი პრესკონფერენციაზე. კომპოზიტორი სტანისლავ ვონიჩკოს შვილი ნაწარმოებებს გაეცნობიან, მოისმენენ, როგორ მოხდება შერჩევა ამ ბავშვების აქ ჩვენთან საქართველოში, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. მოხდა ეს შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მთელი საქართველოს მასშტაბით, ესე იგი თბილისში ჩატარდა თბილისის ზონა, მთლიანად მოვისმინეთ და შეირჩა იქიდან შემსრულებლები. შემდეგ გარკვეული ჯგუფი მუშაობდა ქუთაისში, ქუთაისის ზონა და ბათუმში აჭარის ზონა. აი სულ ყველა მთელი საქართველო მოიცვა. ერთი რამე დავთქვა, რომ ჩვენი სამსახური კულტურის გადარჩენის ფონდთან ერთად არის დამფუძნებელი ამ კონკურსის. ეს არის
პირველად თბილისში საერთაშორისო ბავშვთა პიანისტთა კონკურსი. ამ კონკურსის შინაარსი და აზრი არის ის, რომ ჩვენ გამოვავინოთ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და მათ შეუწყოთ ხელი, რომ სამომავლოდ მივცეთ იმის საშუალება, რომ საქართველოს წარმოადგინონ საზღვარგარეთ. ჩემთან გასაოცრად, რაც აი ასეთ დაძაბულ სიტუაციაში თითქმის SNG-ს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან ბავშვები, იმიტომ რომ თქვენ ცით წლოვანება არის განსაზღვრული 10-დან 17 წლამდე. ჟიურიც არის ძალიან სოლიდური, ჟიურის წევრები არიან ცნობილი პიანისტები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან. და მე ვფიქრ ჩვენ ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ ამ კონკურსს აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბავშვთან როდესაც გაქვს შეხება, ბავშვთან უნდა რაღაც ფაქიზად იყოს, რომ ჩვენ გვინდა რომ თქვენ იცით ეხლა ჩემი დამოკიდებულება აქ არანაირი ჩაწყობებზე და ესეთი გამორიცხულია და პლუს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან შეირჩა ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ანალოგიურად მიიღებენ ამ კონკურსში მონაწილეობას. 47 ლაურეატის აღმზრდელია. ალბათ ეს უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ